ბოლო წუთამდე ვიცოდი, რომ ჩვენ უნდა დაგვეღუპა, ამბობს 82 წლის კაცი, რომლის ხელები დღესაც კანკალებს, როცა 1921 წლის მარტის მოვლენებს იხსენებს. ეს კაცი იყო გენერალ მაზნიაშვილის პირადი ადიუტანტი, ერთ-ერთი იმ 50 ჯარისკაციდან, რომლებმაც იცოდნენ რეალური სიმართლე ბათუმის ბრძოლის შესახებ. რას ფარავდა ეს ადამიანი 25 წლის განმავლობაში? რატომ ეშინოდა საუბრის თავისი ოჯახის წევრებთანაც კი? ამ საღამოს პირველად ისტორიაში სამი ყოფილი ოფიცერი, რომლებიც იმყოფებოდნენ გენერალ მაზნიაშვილის გვერდით ბათუმის თავდაცვის დროს, საუბრობენ კამერების წინ. მათი ამბები შეცვლის ყველაფერს, რასაც ფიქრობდით, რომ იცოდით საქართველოს დამოუკიდებლობის ბოლო დღეების შესახებ. რა აიძულა ეს ადამიანები დაელოდათ თითქმის საუკუნეს, რომ ეთქვათ სიმართლე? 1921 წლის მარტის მე-15. თბილისში უკვე შემოსულია წითელი არმია. მთავრობა ემზადება ევაკუაციისთვის. ბათუმის პორტში უკვე დგას ფრანგული გემები, რომლებიც უნდა გაიყვანონ მინისტრები და პარლამენტის წევრები. მაგრამ ბათუმში ხდება რაღაც, რაც არავის ელოდა. გენერალი გიორგი მაზნიაშვილი უარს ამბობს ევაკუაციაზე. ის რჩება ქალაქში მხოლოდ 2 ბატალიონით, 1200 ადამიანით. მის წინააღმდეგ მოძრაობს თურქული არმიის 30,000 ჯარისკაცი. რა იცოდა მაზნიაშვილმა, რაც სხვებმა არ იცოდნენ? რატომ იყო დარწმუნებული, რომ შეეძლო ამ შეუძლებლის გაკეთება? და რატომ, როცა ყველა მთავრობის წევრი გემებზე ადიოდა, მან თქვა ის ფრაზა, რომელიც შევიდა ისტორიაში: მე არ ვარ მენშევიკი და არც ბოლშევიკი, მე ვარ ქართველი გენერალი. ბათუმის თავდაცვის შესახებ ოფიციალური ისტორია გვიამბობს მხოლოდ ნახევარ სიმართლეს. დოკუმენტები, რომლებიც დაცულია საქართველოს ცენტრალურ სამხედრო არქივში, ავლენენ სრულიად სხვა სურათს. მაზნიაშვილს ჰქონდა გეგმა, რომელიც იმდენად საიდუმლო იყო, რომ მის შესახებ იცოდნენ მხოლოდ 5 ოფიცერმა. ეს გეგმა მოიცავდა არა მხოლოდ სამხედრო ოპერაციებს, არამედ დიპლომატიურ მანევრებს, ფსიქოლოგიურ ომს და ერთ საიდუმლო შეთანხმებას, რომელიც თუ გახდებოდა ცნობილი, შეცვლიდა მთელ კავკასიის პოლიტიკურ რუკას. რა იყო ეს გეგმა? ვისთან ჰქონდა მაზნიაშვილს საიდუმლო კონტაქტები? და რატომ ბრძოლის დასრულების შემდეგ ყველა დოკუმენტი ამ გეგმის შესახებ განადგურდა? 1921 წლის მარტის 16 გამთენიისას თურქული არმია იწყებს შეტევას ბათუმზე. მაგრამ რაღაც უცნაური ხდება. თურქი გენერალი მაზჰარ მუფიდ ქანსუ, რომელსაც ბრძანება აქვს აიღოს ქალაქი ნებისმიერ ფასად, უეცრად ჩერდება თავის ჯარებთან ერთად ქალაქის გარეუბანში. ის აგზავნის პარლამენტარს მაზნიაშვილთან. რას ეუბნება თურქი გენერალი ქართველ გენერალს? რატომ, როცა მას აქვს 10-ჯერ მეტი ჯარი, ის ითხოვს მოლაპარაკებებს? ყოფილი თურქი ოფიცერი, რომელიც იმყოფებოდა ქანსუს შტაბში, ამბობს, ჩვენმა გენერალმა მიიღო ინფორმაცია, რომელმაც შეცვალა ყველაფერი. ის იყო შოკირებული. მან დაგვიძახა და თქვა, ჩვენ არ ვიცოდით, რომ ისინი აქ არიან. ვინ იყვნენ ისინი? რა ინფორმაცია შეცვალა თურქი გენერლის გადაწყვეტილება? და როგორ მოახერხა მაზნიაშვილმა 1200 კაცით დაეშინებინა 30,000-იანი არმია? პასუხი იმალება ერთ საიდუმლო დოკუმენტში, რომელიც აღმოაჩინეს მხოლოდ 1995 წელს, როცა გახსნეს საბჭოთა სპეცსამსახურების არქივები. ეს დოკუმენტი ატარებს კოდს ოპერაცია ბათუმი, სრულიად საიდუმლო. მასში აღწერილია, თუ როგორ მოახერხა მაზნიაშვილმა დაემეგობრებინა ადგილობრივი მუსლიმური მოსახლეობა, როგორ გამოიყენა ბრიტანელი სადაზვერვო ოფიცრების დახმარება და, ყველაზე მთავარი, როგორ შექმნა ილუზია, რომ ბათუმში იმყოფება არა 1200, არამედ 10,000 ქართველი ჯარისკაცი. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე სამხედრო თაღლითობა მე-20 საუკუნის დასაწყისში. მაგრამ როგორ მოხდა ეს? ვინ დაეხმარა მაზნიაშვილს ამ ოპერაციის განხორციელებაში? და რატომ ამ წარმატების შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებამ მაინც დახვრიტა ის 1929 წელს? გიორგი მაზნიაშვილი დაიბადა 1874 წელს ქუთაისის გუბერნიაში, გლოლას სოფელში. მისი ოჯახი არ იყო არისტოკრატიული, არც მდიდარი. მამა იყო მცირე მიწის მესაკუთრე, დედა მასწავლებელი. მაგრამ ამ ოჯახში იყო რაღაც, რაც განასხვავებდა მათ სხვებისგან, ფანატიკური სიყვარული საქართველოს მიმართ. გიორგის ბებია, რომელიც გადარჩა 1830 წლების რუსეთ-თურქეთის ომს, ყოველ საღამოს უყვებოდა შვილიშვილს ისტორიებს იმის შესახებ, თუ როგორ იბრძოდნენ ქართველები თავიანთი მიწის დასაცავად. ეს ისტორიები ჩაბეჭდა ბავშვის გონებაში. მაგრამ რა მოხდა, როცა 14 წლის გიორგიმ პირველად დაინახა რუსი ოფიცრები, რომლებიც ამაყად დადიოდნენ ქუთაისის ქუჩებში?
რატომ გადაწყვიტა მან რომ უნდა გახდეს სამხედრო? და რა იყო ის ინციდენტი, რომელმაც შეცვალა მისი ცხოვრების მიმართულება? 1891 წელს, 16 წლის გიორგი მაზნიაშვილი შევიდა თბილისის იუნკერთა სასწავლებელში. ეს იყო პრესტიჟული სამხედრო სასწავლებელი, სადაც ამზადებდნენ ოფიცრებს რუსეთის იმპერიის არმიისთვის. მაგრამ ახალგაზრდა ქართველი გამოირჩეოდა სხვა კურსანტებისგან. ის არ ესწრებოდა რუსულ ეროვნულ დღესასწაულებს, არ სვამდა რუსეთის იმპერატორის ჯანმრთელობისთვის და ღიად საუბრობდა საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ. მისი ინსტრუქტორები წერდნენ მის საქმეში, კურსანტი მაზნიაშვილი არის ბრწყინვალე სტრატეგი, მაგრამ პოლიტიკურად არასანდო. როგორ გადარჩა ის გარიცხვას? ვინ იყო ის ზემდგომი ოფიცერი, რომელმაც დაიფარა ახალგაზრდა ქართველი? და რა ფასი გადაუხადა მაზნიაშვილმა ამ დაცვისთვის? პასუხი მოდის ერთი საიდუმლო წერილიდან, რომელიც დაცულია რუსეთის სახელმწიფო სამხედრო ისტორიულ არქივში. ეს წერილი დაწერილია 1884 წელს გენერალ ალექსანდრე ბარიატინსკის მიერ, რომელიც იყო კავკასიის სამხედრო ოლქის მთავარსარდლის მოადგილე. წერილში ნათქვამია, კურსანტი მაზნიაშვილი არის განსაკუთრებული შემთხვევა. მისი ტალანტი იმდენად იშვიათია, რომ ჩვენ არ შეგვიძლია დავკარგოთ ის მხოლოდ იმიტომ, რომ ის ქართველია და ამაყობს ამით. მე ვთხოვ თქვენს უდიდებულესობას, მისცეთ მას შანსი და ამტკიცოს თავისი ერთგულება არა სიტყვებით, არამედ საქმით. რა საქმე უნდა შეესრულებინა მაზნიაშვილს? სად გაგზავნეს ის? და რატომ ამ მისიის შემდეგ მას მიანიჭეს პირველი ორდენი? 1885 წელს მაზნიაშვილი დაამთავრა იუნკერთა სასწავლებელი პირველი ადგილით. მას მიანიჭეს ოფიცრის წოდება და დანიშნეს კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბში. მაგრამ ახალგაზრდა ლეიტენანტი არ დარჩა დიდხანს კაბინეტში. 1886 წელს იწყება არეულობები სამხრეთ კავკასიაში. სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის ხდება სისხლიანი შეტაკებები. რუსეთის იმპერია აგზავნის ჯარებს მშვიდობის დასამყარებლად. მაზნიაშვილი მოხალისედ მიდის ამ ექსპედიციაში. რატომ? რა უნდოდა ახალგაზრდა ქართველ ოფიცერს ამ სისხლიან კონფლიქტში? და რა დაინახა მან იქ, რამაც შეცვალა მისი შეხედულება ომზე და პოლიტიკაზე? ერევანში 1886 წლის აგვისტოში მაზნიაშვილი ხდება მოწმე ერთი საშინელი ხოცვა-ჟლეთის. აზერბაიჯანელი ბანდები თავს ესხმიან სომხურ სოფელს. მაზნიაშვილს მხოლოდ 30 ჯარისკაცი ჰყავს. ის იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ეწინააღმდეგება მის ზემდგომთა ბრძანებას, ის შედის სოფელში და იცავს სომხურ მოსახლეობას. ბრძოლა გრძელდება 6 საათს. მაზნიაშვილი იღებს ორ ჭრილობას, მაგრამ არ უკან არ იხევს. როცა ბოლოს მოდის გამოსაყოლი, სოფელი გადარჩენილია, მაგრამ მაზნიაშვილს ელის სამხედრო ტრიბუნალი. რატომ? რა ბრალდება წაუყენეს მას? და ვინ იყო ის ადამიანი, რომელმაც კვლავ გადაარჩინა ახალგაზრდა ოფიცერი? სამხედრო ტრიბუნალზე მაზნიაშვილს ბრალად ედებოდა ბრძანების შეუსრულებლობა და თვითნებობა. მისი უშუალო მეთაური, პოლკოვნიკი ივან ვორონცოვი, მოითხოვდა მის დაქვეითებას და გადაყვანას სიბირში. მაგრამ სასამართლოზე გამოჩნდა მოულოდნელი მოწმე, სომეხი მღვდელი, რომელიც გადარჩა იმ სოფლიდან. მან თქვა, ეს ოფიცერი არის ანგელოზი, რომელიც ღმერთმა გამოგვიგზავნა. მან გადაარჩინა 230 ადამიანი, მათ შორის 80 ბავშვი. თუ თქვენ დასჭით მას, მაშინ თქვენი სამართალი არის ეშმაკის სამართალი. ეს სიტყვები გავრცელდა მთელ კავკასიაში. სომხური ეკლესია დაიწყო კამპანია მაზნიაშვილის დასაცავად. რუსეთის იმპერიის ხელისუფლება აღმოჩნდა რთულ სიტუაციაში. როგორ გადაწყვიტეს ეს საქმე? რა სასჯელი მიიღო მაზნიაშვილმა? და როგორ შეცვალა ეს ინციდენტი მისი კარიერის მიმართულება? სასამართლომ მიიღო კომპრომისული გადაწყვეტილება, რომელიც შოკში ჩააგდო როგორც მაზნიაშვილს, ისე მის მტრებს. მას არ დასჯეს, არამედ გადაიყვანეს სპეციალურ დანაყოფში, რომელიც ეწოდებოდა კავკასიის მთიელთა ბატალიონი. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე საშიში და პატივსაცემი ქვედანაყოფი რუსეთის არმიაში, ჯგუფი, რომელიც ასრულებდა სპეციალურ მისიებს მთიან რეგიონებში. მაგრამ რატომ სწორედ იქ გაგზავნეს მაზნიაშვილი? რა იყო ნამდვილი მიზეზი ამ დაწინაურების უკან? ყოფილი ოფიცერი ამ ბატალიონიდან, რომელიც მსახურობდა მაზნიაშვილთან ერთად, ამბობს, ისინი გვაგზავნიდნენ იქ, სადაც სხვები უარს ამბობდნენ წასვლაზე. ჩვენ ვიყავით თვითმკვლელთა რაზმი, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ჩვენ ყოველთვის ვბრუნდებოდით ცოცხლები. რა მისიები ასრულა მაზნიაშვილმა ამ ბატალიონში? რომელ საიდუმლო ოპერაციებში მონაწილეობდა ის?
და როგორ შეიძინა მან ის უნიკალური გამოცდილება, რომელიც მოგვიანებით გამოადგა ბათუმის თავდაცვისას. 1899 წლიდან 1901 წლამდე მაზნიაშვილი მონაწილეობდა 30-ზე მეტ სპეციალურ ოპერაციაში. ის იბრძოდა ჩეჩნეთში, დაღესტანში, აფხაზეთში და სვანეთში. მისი სპეციალობა იყო შეუძლებელი მისიების შესრულება მცირე ძალებით. ერთხელ 1901 წელს მას დაევალა გაეთავისუფლებინა რუსი გენერლის ოჯახი, რომელიც ტყვედ ჩაიგდეს ჩეჩენმა მეამბოხეებმა. მაზნიაშვილს ჰყავდა მხოლოდ 12 კაცი. მტრები იყვნენ 230-ზე მეტი. ოფიციალური ისტორია ამბობს, რომ მაზნიაშვილმა მოაწყო ღამის შეტევა და გაათავისუფლა ტყვეები. მაგრამ საიდუმლო დოკუმენტები ავლენენ სრულიად სხვა სურათს. მაზნიაშვილი არ შეუტია მტერს. ის შევიდა მათ ბანაკში მარტო ჩაცმული ჩეჩენურ ტანსაცმელში და საუბრობდა ჩეჩენურად. რა უთხრა მან მეამბოხეთა ლიდერს? როგორ მოახერხა მან, რომ დაერწმუნებინა ისინი ტყვეების გათავისუფლებაში? და რატომ ამ ოპერაციის შემდეგ ჩეჩენმა მეამბოხეებმა უთხრეს მას, შენ არ ხარ რუსი, შენ ხარ მთიელი, როგორც ჩვენ. ეს ოპერაცია გახდა ლეგენდარული. მაზნიაშვილმა მიიღო ორდენი წმინდა გიორგის მესამე ხარისხისა და დაწინაურდა კაპიტნად. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მან მოიპოვა რეპუტაცია ადამიანისა, რომელსაც შეეძლო შეუძლებლის გაკეთება. ამის შესახებ საუბრობდნენ მთელ კავკასიაში, ქართველებში, სომხებში, აზერბაიჯანელებში, ჩეჩნებში. ყველა იცნობდა სახელს მაზნიაშვილი. მაგრამ რა ფასი გადაუხადა მან ამ დიდებას? რა დაკარგა ის ამ წლების განმავლობაში? და როგორ შეცვალა ეს გამოცდილება მის ხასიათს და მისი ცხოვრების ხედვას? 1904 წელს იწყება პირველი მსოფლიო ომი. მაზნიაშვილი უკვე მაიორის წოდებით იგზავნება კავკასიის ფრონტზე, სადაც რუსეთის არმია იბრძვის თურქეთთან. აქ ის პირველად ხედავს თურქულ არმიას მოქმედებაში, მათ ტაქტიკას, მათ სისუსტეებს, მათ ძლიერ მხარეებს. ის სწავლობს თურქულ ენას, კითხულობს თურქულ სამხედრო სახელმძღვანელოებს, ესაუბრება თურქ ტყვეებს. მისი კოლეგები ამბობენ, მაზნიაშვილი იყო შეპყრობილი თურქებით. ის იცოდა მათი ყველაფერი, როგორ ფიქრობდნენ, როგორ იბრძოდნენ, რისი ეშინოდათ. რატომ იყო ეს ცოდნა იმდენად მნიშვნელოვანი? როგორ გამოიყენა მან ეს ინფორმაცია მოგვიანებით ბათუმის ბრძოლაში? და რა იყო ის ერთი თურქული სისუსტე, რომელიც მან აღმოაჩინა და რომელიც გახდა გასაღები მისი გამარჯვებისა? 1915 წელს სარიყამიშის ბრძოლაში მაზნიაშვილი ხელმძღვანელობს ერთ რისკიან ოპერაციას. მას ევალება გაარღვიოს თურქული თავდაცვის ხაზი და შევიდეს მათ უკანა ბაზაში. ოპერაცია წარმატებულია, მაგრამ დაბრუნების გზაზე მაზნიაშვილის რაზმი ჩავარდება ჩასაფრებაში. ისინი გარშემორტყმულები არიან თურქული ჯარების მიერ. სიტუაცია უიმედოა. მაზნიაშვილის ოფიცრები ეუბნებიან, ჩვენ უნდა დავიხოცოთ, მაგრამ არ ჩაუბარდეთ. მაგრამ მაზნიაშვილი იღებს სრულიად სხვა გადაწყვეტილებას. ის აგზავნის პარლამენტარს თურქულ მეთაურთან და სთავაზობს მას არა კაპიტულაციას, არამედ რას? რა შესთავაზა მაზნიაშვილმა თურქულ კომანდირს? როგორ მოახერხა მან, რომ არა მხოლოდ გადაერჩინა თავისი ჯარისკაცები, არამედ წაიყვანა ისინი გამარჯვებულებივით? და რა იყო ის საიდუმლო შეთანხმება, რომელზე საუბარი აკრძალული იყო ომის დასრულების შემდეგაც კი? პასუხი მოდის ერთი თურქი ოფიცრის მემუარებიდან, რომელიც გამოქვეყნდა 1925 წელს ანკარაში. ის წერს, რუსი მაიორი, რომელიც საუბრობდა სრულყოფილ თურქულად, შემოვიდა ჩვენს კარში მარტო. მან თქვა, მე არ ვარ რუსი, მე ვარ ქართველი. ჩვენ ორივენი ვიბრძვით იმპერიებისთვის, რომლებიც გვიჩაგრავენ ჩვენს ხალხებს. მე არ მინდა, რომ ჩემი ჯარისკაცები მოკვდნენ რუსეთის იმპერატორისთვის და შენ არ გინდა, რომ შენი ჯარისკაცები მოკვდნენ ოსმალეთის სულთნისთვის. მოდი, ვიპოვოთ გზა, როგორ გადავარჩინოთ ორივე მხარის ადამიანები. ეს იყო უპრეცედენტო. ორი მეთაური ორი მტრის მხრიდან ეძებდნენ გზას, როგორ შეეწყვიტათ ბრძოლა ისე, რომ არც ერთი მათგანი არ ჩაეთვალა მოღალატედ. რა გეგმა შეიმუშავეს მათ? როგორ განახორციელეს ისინი ეს? და რატომ ამ შეხვედრის შემდეგ თურქმა ოფიცერმა თქვა, თუ ყველა ქართველი ასეთია, როგორც მაზნიაშვილი, მაშინ საქართველო ვერსეულია დამოუკიდებლობისა. 1916 წელს მაზნიაშვილი დაბრუნდა თბილისში. ომი კვლავ გრძელდებოდა, მაგრამ კავკასიაში იყო დროებითი ზავი. მაზნიაშვილს დანიშნეს ინსტრუქტორად თბილისის სამხედრო სასწავლებელში. აქ ის იწყებს ახალგაზრდა ქართველი ოფიცრების მომზადებას. მაგრამ ის არ ასწავლის მხოლოდ სამხედრო ტაქტიკას.
ის ასწავლის რაღაც უფრო მნიშვნელოვანს, როგორ იყო ოფიცერი, რომელიც ემსახურება არა იმპერიას, არამედ საკუთარ ხალხს. მისი ლექციები ხდება ლეგენდარული. სტუდენტები ავსებენ აუდიტორიას საათით ადრე, რომ დაიკავონ ადგილები. მაგრამ რუსი ზემდგომები იწყებენ შეშფოთებას. ისინი ამბობენ, მაზნიაშვილი არ ამზადებს რუსეთის არმიის ოფიცრებს, ის ამზადებს საქართველოს არმიის ოფიცრებს. რა ხდება შემდეგ? როგორ რეაგირებს რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა? და რატომ 1918 წელს მაზნიაშვილს უეცრად ბრძანებენ დატოვოს თბილისი და გაემგზავროს ევროპულ ფრონტზე? მაგრამ მაზნიაშვილი არასოდეს მიაღწევს ევროპულ ფრონტს. 1918 წლის მარტში ხდება რუსეთის რევოლუცია. იმპერია იშლება. კავკასია ხდება დამოუკიდებელი. მაზნიაშვილი უბრუნდება თბილისს და უერთდება ახლად შექმნილ ქართულ ეროვნულ არმიას. მას ენიჭება პოლკოვნიკის წოდება და ინიშნება ბათუმის გარნიზონის მეთაურად. ეს არის 1918 წლის აგვისტო. ბათუმი ჯერ კიდევ არის ოსმალეთის იმპერიის კონტროლის ქვეშ, მაგრამ პირველი მსოფლიო ომი მთავრდება და თურქები უნდა დატოვონ ქალაქი. მაზნიაშვილი შედის ბათუმში ქართული ჯარების სათავეში. ეს არის მისი პირველი შეხვედრა ქალაქთან, რომელიც მოგვიანებით გახდება მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლის ადგილი. რას ხედავს ის იქ? როგორ ემზადება ის მომავალი გამოწვევებისთვის? და რა იყო ის პირველი გაკვეთილი, რომელიც მან ისწავლა ბათუმში და რომელიც გადაარჩინა მას 1921 წელს? ბათუმი 1918 წელს იყო ქალაქი კონტრასტებისა. აქ ერთად ცხოვრობდნენ ქართველები, სომხები, აჭარელი მუსლიმები, რუსები, ბერძნები, თურქები. ქალაქში იყო ბრიტანელი სამხედრო მისია, რომელიც აკონტროლებდა პორტს. მაზნიაშვილი სწრაფად ხვდება, რომ ბათუმის თავდაცვა არ არის მხოლოდ სამხედრო საკითხი, ეს არის დიპლომატიური, ეთნიკური და რელიგიური თავსატეხი. ის იწყებს შეხვედრებს ყველა თემის ლიდერებთან. ის სწავლობს აჭარულ დიალექტს. ის დადის მუსლიმურ მეჩეთებში და ესაუბრება იმამებს. ის სვამს ჩაის ბრიტანელ ოფიცრებთან და ისწავლის მათი ინტერესების შესახებ. მისი კოლეგები ამბობენ, მაზნიაშვილი არ იყო მხოლოდ გენერალი, ის იყო დიპლომატი, ფსიქოლოგი და სტრატეგი ერთდროულად. მაგრამ რატომ იყო ეს მრავალმხრივი მიდგომა იმდენად მნიშვნელოვანი? რა ესმოდა მაზნიაშვილს, რასაც სხვები ვერ ხედავდნენ? და როგორ გამოიყენა მან ეს ცოდნა, როცა დადგა გადამწყვეტი მომენტი? 1919-დან 1920-მდე მაზნიაშვილი აშენებს ბათუმის თავდაცვის სისტემას. მაგრამ ის აშენებს არა მხოლოდ ფორტიფიკაციებს და თავდაცვის ხაზებს. ის აშენებს ურთიერთობებს, ქსელებს, ალიანსებს. ის ქმნის საიდუმლო ჯგუფს ადგილობრივი მუსლიმებისგან, რომლებიც ერთგულები არიან საქართველოს. ის აყალიბებს კონტაქტებს თურქეთში მყოფ ქართველ ემიგრანტებთან. ის ამყარებს ურთიერთობებს ბრიტანელსა და ზვერვ სამსახურთან. ყოველივე ეს ხდება ფარულად, თბილისის მთავრობის ცოდნის გარეშე. რატომ? რატომ არ ენდობა მაზნიაშვილი საკუთარ მთავრობას? რა იცის ის, რასაც სხვები არ იციან? და როგორ ემზადება ის იმ დღისთვის, როცა ყველა სხვა გაიქცევა, მაგრამ ის დარჩება? 1921 წლის თებერვალი. წითელი არმია შემოდის საქართველოში ჩრდილოეთიდან. ქართული მთავრობა ცდილობს წინააღმდეგობას, მაგრამ ძალები არათანაბარია. თბილისი ეცემა თებერვლის 25-ს. მთავრობა გადის ბათუმში. მაზნიაშვილი ხვდება მათ პორტში. მინისტრები ამბობენ, ჩვენ უნდა ევაკუირდეთ ევროპაში. საქართველო დაკარგულია. მაგრამ მაზნიაშვილი პასუხობს, საქართველო არ არის დაკარგული, სანამ ბათუმი ჩვენია. მინისტრები უყურებენ მას, როგორც გიშს. ისინი ამბობენ, შენ გაქვს 1200 კაცი. თურქები მოდიან 30,000-ით. ეს არის თვითმკვლელობა. მაზნიაშვილი პასუხობს, მაშინ ეს იქნება ქართული თვითმკვლელობა, არა რუსული ან თურქული. რა იგულისხმება ამ სიტყვებში? რატომ არის მზად მაზნიაშვილი მოკვდეს ბათუმისთვის? და რა არის ის საიდუმლო გეგმა, რომელიც მას აქვს და რომელზეც ის არავის ეუბნება? მარტის მე-15, 1921 წელი. ქართული მთავრობა ტოვებს ბათუმს ფრანგულ გემებზე. პორტში არის ქაოსი. ხალხი ცდილობს ასვლას გემებზე. ოფიცრები ტოვებენ თავიანთ პოზიციებს. მაგრამ მაზნიაშვილი დგას პორტის შესასვლელთან თავისი 2 ბატალიონით. ის ამბობს თავის ჯარისკაცებს, ვინც გინდათ, წადით. მე დავრჩები. არავინ არ მიდის. ყველა რჩება.
რატომ? რა აქვს ამ კაცს, რაც აიძულებს ადამიანებს დარჩნენ მასთან ერთად, როცა სიკვდილი გარდაუვალი ჩანს? რა არის ის ძალა, რომელიც მას აქვს თავის ჯარისკაცებზე? და რა უთხრა მან მათ იმ საღამოს, რამაც შეცვალა ყველაფერი? მარტის 16-ის გამთენიისას, როცა ბოლო ფრანგული გემი გაცურა ჰორიზონტისკენ, მაზნიაშვილმა შეკრიბა თავისი ოფიცრები პორტის ადმინისტრაციის შენობაში. ოთახში იყო სიჩუმე, რომელიც წააგავდა სასაფლაოს სიჩუმეს. ყველა იცოდა, რომ თურქული არმია იყო უკვე ქობულეთში, მხოლოდ 30 კილომეტრის მოშორებით. მაზნიაშვილმა გაშალა რუკა მაგიდაზე და თქვა, ჩვენ გვაქვს 3 დღე. არა იმისთვის, რომ მოვემზადოთ თავდაცვისთვის, არამედ იმისთვის, რომ მოვიგოთ ომი, რომელიც ჯერ არ დაწყებულა. ოფიცრები უყურებდნენ მას გაოცებით. ერთ-ერთმა მათგანმა, კაპიტანმა გიორგი ქვარცხავამ, იკითხა, გენერალო, როგორ შეიძლება მოგება ომისა, რომელიც არ დაწყებულა? მაზნიაშვილმა მოიხედა ყველას თვალებში და უპასუხა, ომი მოგებულია არა ბრძოლაში, არამედ მტრის გონებაში. ჩვენ უნდა მოვიგოთ ეს ომი თურქების გონებაში, სანამ პირველი გასროლა გაისმის. რა იგულისხმებოდა ამ სიტყვებში? რა იყო ის გენიალური გეგმა, რომელიც მაზნიაშვილს ჰქონდა? და როგორ აპირებდა ის 1200 კაცით დაეშინებინა 30,000-იანი არმია? პასუხი იწყება ერთი საიდუმლო შეხვედრით, რომელიც მოხდა მარტის 16-ის საღამოს. მაზნიაშვილი გავიდა პორტიდან მარტო, ჩაცმული ადგილობრივ აჭარულ ტანსაცმელში. ის გაემართა ძველი ქალაქის მუსლიმურ უბანში, სადაც შევიდა ერთ მეჩეთში. იქ მას ელოდა 5 ადამიანი, ადგილობრივი მუსლიმური თემის ლიდერები. ეს შეხვედრა არ იყო შემთხვევითი. მაზნიაშვილი ამზადებდა მას 3 წლის განმავლობაში. ის იცნობდა ამ ადამიანებს, იცოდა მათი ოჯახების ისტორიები, დაესწრო მათი შვილების ქორწილებს, დაეხმარა მათ ეკონომიკურ სირთულეებში. ახლა დადგა დრო, რომ ეთხოვა მათი დახმარება. მაგრამ რას სთხოვდა მაზნიაშვილი ამ ადამიანებს? რა შეეძლოთ მათ გაეკეთებინათ, რაც შეცვლიდა ომის შედეგს? და რატომ დათანხმდნენ ისინი დაეხმარათ ქართველ გენერალს თურქების წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ თურქები იყვნენ მათი თანამორწმუნეები? ერთ-ერთი იმ 5 ადამიანიდან ჰაჯი მეჰმედ ბათუმელი, რომელიც გარდაიცვალა 1974 წელს, დატოვა მემუარები, რომლებიც გამოქვეყნდა მხოლოდ 2000 წელს. მასში ის წერს, მაზნიაშვილმა შემოვიდა მეჩეთში და პირველი, რაც გააკეთა, იყო ნამაზი. ის იცოდა ჩვენი ლოცვის სიტყვები, იცოდა ჩვენი რიტუალები. შემდეგ მან გვითხრა, მე არ მოვედი, რომ გთხოვოთ იბრძოლოთ თურქების წინააღმდეგ. მე მოვედი, რომ გთხოვოთ იბრძოლოთ თქვენი სახლების, თქვენი ოჯახების, თქვენი მიწის დასაცავად. თურქები მოდიან არა როგორც მხსნელები, არამედ როგორც დამპყრობლები. ისინი გინდათ გაქციონ თქვენი ქალაქი თურქულ ქალაქად, სადაც თქვენ იქნებით მეორე ხარისხის მოქალაქეები. ეს სიტყვები იყო ძლიერი, მაგრამ არასაკმარისი. მაზნიაშვილმა იცოდა, რომ მას სჭირდებოდა რაღაც მეტი. და მაშინ მან გააკეთა რაღაც, რაც არავის ელოდა. რა გააკეთა მან? რა იყო ის ჟესტი, რომელმაც დაარწმუნა ეს ადამიანები? და როგორ შეცვალა ეს შეხვედრა მთელი ბრძოლის მიმდინარეობა? მაზნიაშვილმა ამოიღო თავისი გენერლის ეპოლეტები და დადო მათ წინ. მან თქვა, მე არ ვარ აქ როგორც რუსეთის იმპერიის ოფიცერი. მე არ ვარ აქ როგორც საქართველოს რესპუბლიკის გენერალი. მე ვარ აქ როგორც გიორგი, ქართველი კაცი, რომელიც დაიბადა ამ მიწაზე, სადაც თქვენც დაიბადეთ. ჩემი ბებია იყო აჭარელი. ჩემს ძარღვებში მიედინება იგივე სისხლი, რაც თქვენში. ამ ქალაქს მე ვუწოდებ სახლს, როგორც თქვენ. და მე არ დავტოვებ ჩემს სახლს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი მტერი მოდის. ეს იყო არა მხოლოდ სიტყვები. ეს იყო აღიარება, რომელმაც შეეხო ამ ადამიანების გულებს. ჰაჯი მეჰმედი წერს, იმ მომენტში ჩვენ ვიცოდით, რომ ეს კაცი არ გვატყუებდა. ის მართლა მზად იყო მოკვდეს ჩვენი ქალაქისთვის. და თუ ის მზად იყო მოკვდეს, როგორ შეგვეძლო ჩვენ არ დაგვეხმარა, მაგრამ რა კონკრეტული დახმარება შესთავაზეს მათ? რა როლი უნდა შეესრულებინათ ბრძოლაში? და როგორ გამოიყენა მაზნიაშვილმა ეს დახმარება, რომ შექმნა ილუზია უფრო დიდი ძალის შესახებ? მარტის 18-ის დილით თურქული არმიის ავანგარდი მიაღწია ბათუმის გარეუბნებს. თურქი გენერალი მაზჰარ მუფიდ ქანსუ, რომელიც ხელმძღვანელობდა ოპერაციას, იყო დარწმუნებული, რომ ქალაქი ცარიელი იქნებოდა. მისი სადაზვერო მოხსენებები ამბობდნენ, რომ ქართული მთავრობა ევაკუირდა, ჯარი დაიშალა და ბათუმი იყო მზად ჩაბარებისთვის. მაგრამ როცა მისი ჯარები მიუახლოვდნენ ქალაქს, მათ დაინახეს რაღაც, რაც არ ელოდათ.
ქალაქის ყველა მაღალ შენობაზე ფრიალებდა ქართული დროშები. გზებზე იდგნენ ბარიკადები და ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველა სტრატეგიულ პუნქტში ჩანდნენ ჯარისკაცები, არა ბევრი, მაგრამ საკმარისი, რომ ეჩვენებინათ, რომ ქალაქი იყო დაცული. თურქმა გენერალმა გააგზავნა სადაზვერვო ჯგუფები, რომ გაერკვიათ, რამდენი ჯარი იყო ნამდვილად ქალაქში. და აქ იწყება მაზნიაშვილის გენიალური თამაში. რა დაინახეს თურქმა სადაზვერვო ჯგუფებმა? როგორ მოახერხა მაზნიაშვილმა, რომ შექმნა ილუზია, რომ მას ჰყავდა 10-ჯერ მეტი ჯარი, ვიდრე რეალურად ჰქონდა? და რა როლი ითამაშეს ადგილობრივი მუსლიმები ამ ოპერაციაში? საიდუმლო დოკუმენტები, რომლებიც დაცულია თურქეთის სამხედრო არქივებში, ავლენენ საოცარ სურათს. თურქმა სადაზვერვო ოფიცრებმა მოახსენეს, რომ ბათუმში იყო არანაკლებ 10,000 ქართველი ჯარისკაცი აღჭურვილი თანამედროვე იარაღით და რომ ქალაქში იყვნენ ასევე ბრიტანელი სამხედრო მრჩევლები. ეს ინფორმაცია იყო სრულიად მცდარი, მაგრამ თურქები დაიჯერეს მას. რატომ? რადგან მაზნიაშვილმა შექმნა სრულყოფილი დეკორაცია. ის გამოიყენა ადგილობრივ მოსახლეობას, მუსლიმებს, სომხებს, ბერძნებს, რომ ეცვათ სამხედრო ფორმა და დაეთვალიერებინათ სხვადასხვა პოზიციებზე. ის გამოიყენა ცარიელ შენობებს, რომ ანთებდა ღამით შუქებს, ქმნიდა ილუზიას, რომ ისინი იყვნენ სავსე ჯარისკაცებით. ის გამოიყენა ბრიტანელ ოფიცრებს, რომლებიც ჯერ კიდევ იყვნენ ქალაქში, რომ ეჩვენებინათ თურქებს, რომ ბათუმს იცავდა საერთაშორისო კოალიცია. მაგრამ ყველაზე ბრწყინვალე იყო ის, რაც მან გააკეთა ჯარის რაოდენობის შესახებ. როგორ შექმნა მან ილუზია 10,000 ჯარისკაცისა, როცა მას ჰყავდა მხოლოდ 1200. რა იყო ის ტექნიკა, რომელიც მან გამოიყენა? და როგორ მოატყუა მან თურქული სადაზვერვო სამსახური? პასუხი მოდის ერთი ყოფილი ქართველი ოფიცრის, კაპიტან ვასილ ხახუტაშვილის მემუარებიდან. ის წერს, გენერალმა მაზნიაშვილმა გამოიგონა ტაქტიკა, რომელსაც ჩვენ ვუწოდეთ მოძრავი თეატრი. ჩვენი ჯარისკაცები არ რჩებოდნენ ერთ ადგილას. ისინი მუდმივად მოძრაობდნენ ქალაქში, ერთი ჯგუფი გამოჩნდებოდა აღმოსავლეთ უბანში, შემდეგ იგივე ჯგუფი, შეცვლილი ფორმით, გამოჩნდებოდა დასავლეთ უბანში. თურქი დამკვირვებლები ფიქრობდნენ, რომ ეს იყვნენ სხვადასხვა ქვედანაყოფები. ჩვენ ასევე გამოვიყენეთ ადგილობრივი მოსახლეობა, მათ ეცვათ სამხედრო ქურთუკები და დადიოდნენ ქალაქში, ქმნიდნენ შთაბეჭდილებას, რომ ყველა მამაკაცი იყო მობილიზებული. ღამით ჩვენ ვანთებდით ცეცხლებს სხვადასხვა პუნქტებში, ვაძლევდით ბრძანებებს ხმამაღლა, ვაკეთებდით ყველაფერს, რომ შეგვექმნა ილუზია დიდი არმიისა. ეს იყო სამხედრო თეატრი უმაღლეს დონეზე. მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. მაზნიაშვილმა იცოდა, რომ მას სჭირდებოდა რაღაც მეტი, რომ დაეშინებინა თურქები. და მაშინ მან გამოიყენა თავისი ყველაზე ძლიერი იარაღი, ფსიქოლოგიური ომი. რა იყო ეს იარაღი? როგორ გამოიყენა მან ის? და როგორ შეცვალა ეს თურქი გენერლის გადაწყვეტილება? მარტის 19-ის დილით, როცა თურქული არმია ემზადებოდა შეტევისთვის, მაზნიაშვილმა გააგზავნა პარლამენტარი თურქულ შტაბში. ეს იყო არა თხოვნა მოლაპარაკებებისა, არამედ გაფრთხილება. პარლამენტარმა, რომელიც საუბრობდა სრულყოფილ თურქულად, გადასცა თურქ გენერალს წერილი მაზნიაშვილისგან. წერილში ნათქვამი იყო: პატივცემულო გენერალო ქანსუ, მე ვიცი, რომ თქვენ ხართ ღირსეული ოფიცერი და არა ბარბაროსი. მე ასევე ვიცი, რომ თქვენ გაქვთ ბრძანება აიღოთ ბათუმი. მაგრამ მე უნდა გაფრთხილოთ, რომ ბათუმის აღება დაჯდება თქვენს არმიას ძალიან ძვირად. ჩვენ გვაქვს 10,000 ჯარისკაცი, კარგად გამაგრებული პოზიციები და მხარდაჭერა ბრიტანეთისგან. თუ თქვენ შეუტევთ, ჩვენ დავიცავთ ყოველ ქუჩას, ყოველ სახლს. ბათუმი გახდება თქვენი არმიის საფლავი. მაგრამ მე გთავაზობთ სხვა გზას, მოდით შევხვდეთ და ვისაუბროთ, როგორც ორი სამხედრო პროფესიონალი, არა როგორც მტრები. ეს წერილი იყო შედევრი ფსიქოლოგიური манипуляციისა. მაზნიაშვილი არ ევედრებოდა, არ ემუქრებოდა, ის საუბრობდა როგორც თანასწორი. მაგრამ რა იყო ნამდვილი მიზანი ამ წერილისა? რას აპირებდა მაზნიაშვილი მოლაპარაკებებზე? და როგორ რეაგირა თურქი გენერალი ამ წინადადებაზე? თურქი გენერალი ქანსუ იყო გამოცდილი ოფიცერი, რომელიც იბრძოდა პირველ მსოფლიო ომში და იცოდა ომის ფასი. მან წაიკითხა მაზნიაშვილის წერილი და დაფიქრდა. მისი შტაბის ოფიცრები ამბობდნენ, ეს არის ხრიკი. ქართველებს არ აქვთ 10,000 ჯარისკაცი. ჩვენ უნდა შევუტიოთ ახლავე. მაგრამ ქანსუ არ იყო დარწმუნებული. მისი სადაზვერვო მოხსენებები ეწინააღმდეგებოდა ერთმანეთს. ზოგი ამბობდა, რომ ბათუმში იყო ბევრი ჯარი, ზოგი ამბობდა, რომ ცოტა.
ქანსუმ იცოდა, რომ თუ ის შეცდებოდა და ბათუმში მართლა იყო დიდი ძალა, მისი არმია განიცდიდა დიდ დანაკარგებს. და მაშინ მან გაიხსენა რაღაც, რაც მან იცოდა მაზნიაშვილის შესახებ. ის იცოდა, რომ მაზნიაშვილი იყო ის ქართველი ოფიცერი, რომელმაც პირველ მსოფლიო ომში გადაარჩინა თურქი ჯარისკაცების არიყამიშთან. ის იცოდა, რომ მაზნიაშვილი იყო კაცი, რომელიც პატივს სცემდა მტერს და არასოდეს არ ატყუებდა. და ეს ცოდნა შეცვალა ყველაფერი. რატომ? როგორ გავლენა მოახდინა მაზნიაშვილის რეპუტაციამ თურქი გენერლის გადაწყვეტილებაზე? და რა მოხდა შემდეგ, რაც ქანსუმ დათანხმდა შეხვედრაზე? მარტის 20-ის დილით ბათუმის გარეუბანში, ნეიტრალურ ზონაში, შეხვდნენ ორი გენერალი, გიორგი მაზნიაშვილი და მაზჰარ მუფიდ ქანსუ. ისინი შევიდნენ პატარა სახლში, სადაც იყო მხოლოდ მაგიდა და ორი სკამი. მათ არ ჰყავდათ თანმხლები პირები, არ იყო თარჯიმანი, ორივე საუბრობდა თურქულად. შეხვედრა გრძელდებოდა 3 საათს. არავინ არ იცის, რა ითქვა იქ, რადგან არ არსებობს ოფიციალური ოქმი. მაგრამ არსებობს ორი წყარო, რომლებიც გვიამბობენ ამ შეხვედრის შესახებ. პირველი არის თურქი გენერლის პირადი დღიური, რომელიც გამოქვეყნდა 1925 წელს. მეორე არის მაზნიაშვილის ადიუტანტის, კაპიტან გიორგი ქვარცხავას ჩანაწერები, რომლებიც აღმოაჩინეს 1995 წელს. ორივე წყარო ავლენს საოცარ ისტორიას ორი კაცისა, რომლებიც იყვნენ მტრები, მაგრამ პატივს სცემდნენ ერთმანეთს. რა ითქვა იმ შეხვედრაზე? რა არგუმენტები გამოიყენა მაზნიაშვილმა? და როგორ მოახერხა მან, რომ დაერწმუნებინა თურქი გენერალი, რომ ბათუმის შეტევა იყო შეცდომა? თურქი გენერლის დღიურში წერია, ქართველი გენერალი მაზნიაშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადამიანი, რომელიც ოდესმე შემხვედრია. ის არ ცდილობდა დამეშინებინა ან დამეტყუა. ის საუბრობდა ჩემთან როგორც ერთი პროფესიონალი მეორესთან. მან მითხრა, გენერალო ქანსუ, ჩვენ ორივენი ვიცით, რომ ომი არის პოლიტიკის გაგრძელება სხვა საშუალებებით. მაგრამ ჩვენ ასევე ვიცით, რომ ზოგჯერ პოლიტიკა არის უფრო ეფექტური ვიდრე ომი. თქვენ გაქვთ ბრძანება აიღოთ ბათუმი. მე მაქვს ვალდებულება დავიცვა ის. მაგრამ ჩვენ ორივემ ვიცით, რომ ეს ბრძოლა დაჯდება ძალიან ძვირად ორივე მხარეს. და რისთვის? რომ ბათუმი გახდეს თურქული. მაგრამ ბათუმი არასოდეს იყო მხოლოდ თურქული. ის ყოველთვის იყო ქალაქი, სადაც ცხოვრობდნენ ქართველები, თურქები, სომხები, ბერძნები. თუ თქვენ აიღებთ მას ძალით, თქვენ მიიღებთ ქალაქს, მაგრამ დაკარგავთ ხალხს. ეს სიტყვები იყო ძლიერი, მაგრამ არასაკმარისი. მაზნიაშვილმა იცოდა, რომ მას სჭირდებოდა რაღაც მეტი. და მაშინ მან შესთავაზა თურქ გენერალს რაღაც, რაც შეცვალა ყველაფერი. რა შესთავაზა მან? რა იყო ის საიდუმლო შეთანხმება, რომელზე ისინი შეთანხმდნენ? და როგორ შეძლო მაზნიაშვილმა, რომ დაეცვა ბათუმი მაშინ, როცა ყველა სხვა ფიქრობდა, რომ ეს შეუძლებელი იყო?